დავით სერდიანკო დავითაშვილს ბოდიშის მოხდას ან ბრალდების შესაბამისი ფაქტების წარმოდგენას თხოვს. ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატის ბრალდებებს დღეს საჯაროდ უპასუხა და განაცხადა, რომ სადაზღვევო პროგრამა იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც პარლამენტთან გასული წლის დეკემბერში შეთანხმდა. შეგახსენებთ, გაზეთი კვირის ქრონიკა უმრავლესობის წევრის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიებს გაურიგდა. საუბარია საყოველთაო დაზღვევაზე. ინტერვიუს მიხედვით დავითაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებს შესაბამისად არ ემსახურებიან. კობა დავითაშვილმა განმარტება დღეს მეცხრე არხთანაც გააკეთა. პარლამენტის კომიტეტში ჩვენს მიერ ნოემბრის ბოლოს წარმოდგენილი იყო სამი სამუშაო ვარიანტი გარდამავალი ეტაპის და მასში ბატონი კობაც მონაწილეობდა, თუმცა მე მოახერხა და შვამდებარე, ასე ვთქვათ, მიმდინარე სამუშაო ინფორმაციით ღია ეთერში დაეწყო აპელირება. 1 აპრილს იქნებოდა საკანონმდებლო ვაკუუმი არსებული პროექტების გაგრძელების. ჩვენ ეს გადავწყვეტთ 1 წლით, მაგრამ აქვე მითითებული არის ძალიან ნათლად, რომ სამხრივად შეიძლება ამ პროექტის შეწყვეტა წინასწარ შეტყობინების შემთხვევაში 3 თვით ადრე.